მოგესალმებით, მეგობრებო. მე ანასტასია ფხაკაძე ვარ და დღეს მინდა ერთი ძალიან საინტერესო და ცნობილი ქართველი მწერალი წარმოგიდგინოთ. თუმცა სანამ მის სახელს გეტყვოდეთ, მოდით ვცადოთ და გამოვიცნოთ მისი სახელი. გინდათ? მას ღვთის არწივს და ქართული პოეზიის არწივს უწოდებენ. სინამდვილეში ლუკა რაზიკაშვილი ერქვა. ჩვენ კი მას ფსევდონიმით ვიცნობთ. ყველაზე ხშირად მის ნაწარმოებებში ცხოველები, ფრინველები და მცენარეები ლაპარაკობენ. სწორია, გამოიცანით, მწერლის ფსევდონიმია ვაჟა-ფშაველა. ვაჟა-ფშავში დაიბადა 14 ივლისს. სულ რამოდენიმე თვეში მისი დაბადებიდან 160 წელი გადის. მისი მეტსახელი ვაჟა კარგ ბირთ ვაჟკაცს ნიშნავდა. იურისტობა უნდოდა, უცხოეთში სწავლობდა, მაგრამ ფულის უქონლობის გამო სწავლას თავი დაანება და სოფელში დასახლდა. ვაჟას 5 შვილი ჰყავდა. ვაჟა ილია ჭავჭავაძესთან მეგობრობდა. ილიამ ერთხელ თქვა, ჩვენ ძველებმა ახლა კალამი უნდა ძირს დავდოთ და გზა ვაჟას უნდა დავუთმოთ. ვაჟა-ფშაველა მთაში ცხოვრობდა. იშვიათად ჩადიოდა ქალაქში და თან ხურჯინით თავისი დაწერილი ნაწარმოებები მოჰქონდა. რაზე წერდა ვაჟა-ფშაველა? ღვთის ადამიანებზე, მათ ცხოვრებაზე, ტრადიციებზე, მეგობრობაზე, სიკეთეზე, სიყვარულზე და ვაჟკაცობაზე. ვაჟა-ფშაველა ბუნებას ალაპარაკებს და ამით ადამიანებს სიკეთესკენ მოუწოდებს. ნაწარმოებში კლდე მხოლოდ ერთხელ თქვა. ვაჟა კლდის ენით ადამიანებს მხოლოდ 3 სიტყვას უწოდებს. გიყვარდეთ კაცნო ერთმანეთი. მის ნაწარმოებში შვილის ნუკრის ნაამბობი ვაჟა ადამიანებს სიბოროტეზე გვესაუბრება. პატარა შლის ნუკრის სახელით სთხოვს ადამიანებს ვაჟა დაფიქრდით, ადამიანებო, ნუ ანადგურებთ სილამაზეს. ნუ ხართ ბოროტები. მძიმე შრომისა და გაჭირვების გამო ვაჟა-ფშაველას ფილტვები დაუავადდა. იგი ახალგაზრდა 54 წლის გარდაიცვალა. სიკვდილის წინ ვაჟამ ქუჩი და მთის წყალი ინატრა. მას ლოგინი იავა. დიდი მადლობა ყურადღებისთვის.